დილიდან სანავთობო ბირჟებზე მერყეობა შეინიშნება. მიზეზი დონალდ ტრამპისა და ირანული მხარის განცხადებებია. თეირანის შეერთებულ შტატებთან მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევას უარყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმები და ბომბდანშენების იერიშები გააუქმა და ორ მხარეს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. როგორ შეიცვალა ნავთობის ფასი ერთ დღეში, რა მოლოდინები აქვთ ანალიტიკოსებს და ასევე როგორ აპირებენ ნავთობის მწარმოებელი დიდი ქვეყნები ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების ზრდას. მარი მელიქიშვილი გვერდება ამ ძალიან აქტუალური თემის დეტალების პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. ხადია დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ ირანთან შეთანხმების საბოლოო პუნქტები დამტკიცებულია. მყისიერი გავლენა ჰქონდა გლობალურ სანავთობო ბირჟებზე. ამ განცხადებამ ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის მოლოდინი გააჩინა და დღეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა. ამჟამად 1 ბარელი $87 ივაჭრება, თუმცა იმ ფონზე, რომ მალევე ტრამპის განცხადებას ოფიციალური თეირანის პასუხი მოჰყვა, სადაც ირანულმა მხარემ შეერთებულ შტატებთან წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ოფიციალურად უარყო. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის ფასმა ზრდა ისევ განაგრძოს. ამერიკის ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს პროგნოზით ივნისი-ივლისის თვეებში ნავთობის ფასი 90-დან $120 ფარგლებში იმერყევებს. 2026 წლის ბოლოსთვის კი შემცირდება და ბარელზე $89 შეადგენს, თუმცა ცხადია, ყველა ეს პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მოვლენები ახლო აღმოსავლეთში. თავის მხრივ ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები ცდილობენ, რომ გლობალურ ბირჟებზე მიწოდება გაზარდონ და ამით გარკვეულწილად ფასების ზრდა შეაჩერონ. ანალიტიკოსების თქმით, ირანში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო მოვლენა მოხდა და პირველად ისტორიაში ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გამოუშვეს. ბაზრისთვის დაახლოებით 400 მილიონი ბარელის მიწოდება იგეგმება ეტაპობრივად და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, გასულ კვირას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ და მისმა მოკავშირეებმა ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლის დამატებით ზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, ივლისის თვიდან მოპოვების მიზნობრივი ნიშნული დღეში კიდევ 188,000 ბარელით გაიზრდება. შედარებისთვის თუ ომის დაწყებამდე დაახლოებით $70-მდე იყო ნავთობის ფასი ბარელზე მსოფლიოში, დღეს უკვე ეს ნიშნული 90-დან $120 ფარგლებში მერყევს. EIA-ის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი მათი პროგნოზით დაახლოებით 100 შენარჩუნდება ივნისი-ივლისის პერიოდში, იგივე დიაპაზონში იმერყევებს ფასი და საშუალო ფასი ამ ორი თვის განმავლობაში $106 შეადგენს. ხოლო 2026 წლის ბოლო კვარტალში საშუალო ფასი შედარებით შემცირდება და $89 შეადგენს ბარელს. ყველაზე დიდი მოვლენა მიწოდების მხარეს, რაც ომის დაწყებიდან დღემდე მოხდა, არის დიდი მოცულობით ნავთობის გამოშვება, ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვნად ეხმარება მიწოდების მხარის ბალანსის აღდგენაში ფასის მოთხოვნასთან მიმართებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გასულ კვირაში მოხდა OPEC პლუსის ქვეყნების შეთანხმება, სადაც შეთანხმდნენ, რომ დამატებით 188,000 ბარელს გამოუშვებდნენ დღეში OPEC პლუსის ქვეყნები. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ ეს პოზიტიური მესიჯია ბაზრისთვის, მეორე მხრივ კი ეს მოცულობა შედარებით მცირეა. მაგალითისთვის, მსოფლიოში ნავთობის მოხმარება დღეურად შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ბარელზე მეტს და 188,000 ბარელით ზრდა, ამასთან შედარებით უფრო მცირედი ეფექტი იქნება ბუნებრივია ამის. გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს საკვირდებიან. საქართველოშიც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ყველა მსხვილ იმპორტიორ კომპანიას აქვს მარაგები და ჯერჯერობით თავს იკავებენ საწვავის დიდი რაოდენობით იმპორტისგან, რაც აისახა კიდეც სტატისტიკურ მაჩვენებლებში. კერძოდ, იანვარ-მაისის თვეებში ქვეყანაში 525,000 ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 37,000 ტონით, ანუ თითქმის 7%-ით ჩამორჩება 2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებს. მიუხედავად გლობალური არასტაბილურობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლებისა, ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება, თუმცა ფასების საკითხი მთლიანად დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებზე. ყველა მსხვილ კომპანიას აქვს მარაგები. ამ მარაგების გადანაწილება მიმდინარეობს მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით. დახარჯვის პროცესიც გამოზოგვითი, ესე ვთქვათ, ფორმულა არის. და პირდაპირ არაფრის არ შემეშინდება, რომ თქვა და ვიტყვი თქვენთან, რომ ყველა სერიოზული კომპანია აი რაღაც ესე ვთქვათ ჭირნეულად, ესე ვთქვათ
გამოზოგებით შეიძლება გავწელოთ დიდი ხნის განმავლობაში, რა ქვია, შემოტანა და მომარაგება საწვავისა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვიცით, ვერავინ ვერ ამოხსნის ამას, რომ რა დროს რა მოხდება. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან უკვე 3 თვეზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, რის გამოც ფერხდება ნავთობის მიწოდება. მსოფლიო ბაზრებისთვის ეს კი ზეწოლას ახდენს ფასებზე. ომამდე 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი $70-მდე ივაჭრებოდა. მადლობა მარი მელიქიშვილი, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.